მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა უსმენთ პირველ სამედიცინო რადიოს. დღეს შაბათია 4 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ MED-FM 103-ის ეთერშია გადაცემა მაძიებელი. გადაცემის წამყვანები ქეთი და მარიამი მომდევნო 1 საათის განმავლობაში ვიქნებით თქვენთან ერთად. თუ კი თქვენი შვილი, ძმა, მეგობარი ან სულაც მეზობელი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა და მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რა პროფესიას სურს დაეუფლოს, მაშინ ყურადღებით უსმინეთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას და პროფესიონალებისაგან მიიღეთ საჭირო რჩევები. რას ნიშნავს სწორი არჩევანი? რა უნდა ვიცოდეთ პროფესიის არჩევისას? რატომ ხდება, რომ ხშირად ადამიანები უკმაყოფილონი არიან საკუთარი არჩევანით? ალბათ ჩვენი მსმენელი მიხვდა, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის სწორედ პროფესიის სწორად არჩევა და შემდეგ ცხოვრებაში გამოყენება. ამ და ყველა თქვენს კითხვას ასევე უპასუხებს ფსიქოლოგი ქალბატონი ქრისტინე. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვერთდება ჟურნალისტი და გაზეთ Georgian Digest-ის რედაქტორი ქალბატონი რუსუდან გვაზავა, რომელთან ერთადაც გაგაცნობთ ყველაზე მოდურ, სახიფათო, უცნაურ თუ შემოსავლიან პროფესიებს. გადაცემის ბოლოს კი პირადად ჩემთვის საყვარელი ნაწილი გველის წინ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ბექა შემოგვერთდება ბუხრაშვილი, რომელსაც ჩვენი მსმენელი ალბათ უკვე კარგად იცნობს და ასე რომ გაატარეთ შაბათი დღეს სასიამოვნოდ, უსმინეთ MED-FM-ს და დარეკეთ ნომერზე 242-1003 და სვით კითხვები, გაგვაცანით თქვენი პროფესია და გაგვიზიარეთ მოსაზრებები. სანამ ქალბატონ ქრისტინესთან კითხვით გადავიდოდეთ, მანამდე მარია გეტყვით, რომ მარიამი იმყოფებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ღია კარის დღეზე და თავად გაეცნო თუ რა სიახლეებია წლევანდელ 2014 წელს ეროვნულ გამოცდებზე და გაგვაცნობს სიახლეებს. მარიამ, მოგესალმებით. ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს 22 მარტამდე. აბიტურიენტთა გარკვეული ნაწილი უკვე დარეგისტრირდა, ასევე აღინიშნება გარკვეული ცვლილებები. ეს არის ინგლისურ ენაში. ამას დაემატა მოსმენითი ტური, რაც მოიცავს ორ სავარჯიშოს, ეს არის სავარჯიშო დიალოგზე და ტექსტებზე, 4 დიალოგი იქნება და 4 ტექსტი, თვითონ დავალება არის 8-ქულიანი. ინგლისური ენის გამოცდა კი 100-ქულიანი იქნება, თითო საკითხი თითოქულიანი. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ეს გამოცდა გაგრძელდება 2 საათი და 30 წუთი. ასევე დაემატა არჩევითი გარკვეული ცვლილებები ასევე უნარებში. ეს არის დაემატა ერთი სავარაუდო პასუხის არჩევა. 2014 წლიდან არჩევით საგნებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც კი დაემატა. ახლა კი გადავიდეთ ქალბატონ ქრისტინასთან, კითხოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიის არჩევა, რა როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და ფიქრობ, რომ პროფესიის არჩევა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ. თუ შეიძლება გითხარით ქალბატონ ქრისტე, რას ნიშნავს სწორი არჩევანი? მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. თავიდან რომ განმარტოთ საერთოდ რას ნიშნავს პროფესია. ეს არის საქმიანობა, რომელიც მოითხოვს კონკრეტული განათლებისა და ტრეინინგების მიღებას და რომელიც გულისხმობს ამ განათლების საფუძველზე კონკრეტული პროდუქტის შექმნას ან მომსახურების გაწევას ანაზღაურების სანაცვლოდ. რას ნიშნავს პროფესიის სწორად არჩევა? პროფესიას ძალიან ხშირად ადამიანები და ახალგაზრდები დაუფიქრებლად ირჩევენ. ანუ პროფესიის არჩევაზე ზოგადად სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. შეიძლება იყოს ეს მშობლების მოსაზრება, მეგობრების აზრი, პროფესიის პრესტიჟულობა. თუმცა იმისათვის, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი და იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეთ ნამდვილ პროფესიონალებად და მიაღწიოთ სასრულო წარმატებას, სულ სხვა ფაქტორების გათვალისწინება ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველ რიგში უნდა დაიმახსოვროთ, რომ პროფესიული არჩევანი უნდა გააკეთოთ მხოლოდ თქვენ, ანუ ახალგაზრდებმა თუ ადამიანებმა, რომლებსაც ეკუთვნის ეს არჩევანი და რომლებიც უნდა გახდეს მომავალში ჟურნალისტი, ექიმი თუ დაეუფლოს სხვა პროფესიას. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიის არჩევის დროს გაითვალისწინოთ თქვენი ინტერესები, რა გაინტერესებთ, რა ეტაპებია ეს კონკრეტულად რო თქვა, რა ეტაპი უნდა გაიაროთ ბავშვმა, რომ ან უნდა გაითვალისწინოთ პირველ რიგში თქვენი ინტერესები, რა გაინტერესებთ, რა სფეროები გაინტერესებთ. იქნება ეს სოციალური მეცნიერებების შედარებით ტექნიკური სფერო, იქნება ეს უფრო ბიზნეს საქმიანობა, ეს ინიციატივიანი საქმიანობები.
აგრეთვე მნიშვნელოვანია გამოერკვეთ რა შეგიძლიათ. შეიძლება გაინტერესებდეთ ერთი სფერო, მაგრამ არ გაგაჩნდეთ ამ სფეროსთვის საჭირო უნარები. ანუ უნდა გამოერკვეთ თქვენს უნარებში და შესაძლებლობებში. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, შეიძლება მაგალითად ადამიანს უნდადეს ფსიქოლოგობა, მაგრამ არ გააჩნდეს ისეთი სოციალური თუ კომუნიკაციის უნარები ან თანაგრძნობის გამოხატვის უნარი, რომელიც ამ პროფესიის დაუფლებას და ამ პროფესიით მუშაობას სჭირდება. ამიტომ აუცილებელია გამოერკვეთ, რა ტიპის უნარები არის თქვენში უფრო ძლიერი. აგრეთვე მნიშვნელოვანია აირჩიოთ პროფესია თქვენი ღირებულებების შესაბამისად. ანუ შეიძლება ადამიანისთვის უფრო ღირებული იყოს პროფესიების და საქმიანობის მატერიალური მხარე, მაგალითად, და ასეთ შემთხვევაში თქვენ ინტერესებთან და უნარებთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად შემოსავლიან პროფესიას ირჩევთ, მაგრამ შეიძლება ადამიანის ღირებულება იყოს, რომ უნდა სოციალურად ან საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ის გახდეს სოციალური მუშაკი, მისი ანაზღაურება არ იყოს ძალიან მაღალი, მაგრამ პროფესია შეესაბამებოდეს მის ღირებულებას და ეს აკმაყოფილებდეს მას და ეს უკმაყოფილებდეს თვითრეალიზაციის მოთხოვნილებას. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დღესდღეობით საქართველოში მით უმეტეს თქვენი საცხოვრებელი ადგილი. ანუ არის ქალაქები, სოფლები, სადაც ამა თუ იმ პროფესიის გამოყენება, ამა თუ იმ პროფესიით მუშაობა ძალიან რთულია. ან შეიძლება საერთოდ ვერ დაიწყო შენი პროფესიით მუშაობა. ამიტომაც უნდა დააფიქრდეს ადამიანი, აპირებს თავის ქალაქში დარჩენას სწავლის დასრულების შემდგომ თუ საერთოდ სწავლას იქ გააგრძელებს, აპირებს სხვა ქალაქში გადასვლას, ანუ რამდენად შეძლებს თავის პროფესიის გამოყენებას. და აი ამ პროფესიის გამოყენებასთან დაკავშირებით კიდევ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შრომითი ბაზარი. ანუ ნელ-ნელა რაც უფრო ვითარდება მსოფლიო, შრომითი ბაზარიც იცვლება. არსებობს პროფესიები, რომლებიც ნელ-ნელა კვდება და ან რამდენიმე წელიწადში შეიძლება სრულად არ იყოს ეს პროფესიები მოთხოვნადი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება საკმაოდ პოპულარული იყოს. შეიძლება ხო დღეს დასაქმება შესაძლებელი იყოს. არსებობს პროფესიები, რომლებიც რომლებიც ნელ-ნელა წამოიწია და ნელ-ნელა უფრო ესეთი მოთხოვნადი ხდება და შეიძლება 10 წელიწადში ძალიან ესეთი პერსპექტიული და ესე მოთხოვნადი პროფესია იყოს. ანუ ესეც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. რაც კიდევ რამდენიმე რჩევა პროფესიის არჩევის დროს შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რა ტიპის თვითონ თქვენ სამუშაოს როგორი მახასიათებლები უნდა გქონდეს. ანუ სამუშაოს მახასიათებლებში რა შედის? პასუხისმგებლობის რა დონე გინდათ რომ გქონდეთ, გინდათ მაგალითად მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობა, უფრო თქვათ ნაკლები პასუხისმგებლობის გაზიარება, გინდათ სამუშაო გარემო, ანუ გინდათ უფრო მეტად შენობაში მუშაობა, თუ გირჩევნიათ უფრო ანუ შენობის გარეთ კომუნიკაცია. ხო, კომუნიკაცია. გირჩევნიათ ისეთი სამუშაო, სადაც თავისუფალი გრაფიკი გექნებათ, ანუ ყველაფერი აი ამ არჩევანში უნდა გაერთიანდეს ეს ყველა ეს მახასიათებელი. თუმცა პირველი მაინც არის ის, რომ იცოდეთ რა გაინტერესებთ რეალურად, გაქვთ თუ არა აი ამის უნარ შესაძლებლობები და რა თქმა უნდა პიროვნული თვისებებიც. ანუ ყოველი პროფესია მოითხოვს ადამიანისგან, რომ გარკვეული პიროვნული თვისებებით ხასიათდებოდეს. აი ამ ყველაფრის გამორკვევა ჩვეულებრივი ახალგაზრდათვის მე-11 კლასის მოსწავლეთვის მე ვფიქრობ ძალიან რთული და თვითონ სკოლებში არის რამე გადამზადება, ან კონსულტაციები თუ არის ფსიქოლოგების იგივე, რომ იყოს ჩართულობა სკოლების მხრიდან, ან თვითონ ფსიქოლოგების მხრიდან. სკოლებში ბოლო წლებში მე როგორც ვიცი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმებული იყო, თუმცა დღეს ისევ ფსიქოლოგების ნელ-ნელა ბრუნდებიან და დაბრუნდნენ სკოლაში. აგრეთვე განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უკვე დაიწყო პროფესიული კონსულტანტების გადამზადება, რომელიც აი ზუსტად აი ამ მიზანს ემსახურებიან, რომ დაეხმარონ მოსწავლეებს პროფესიის სწორად არჩევაში. თუმცა ეს პროგრამა, როგორც მე ვიცი, ჯერ ისე აქტიურად ანუ დაწყების ფაზაში არის, უბრალოდ ამზადებენ ამ კადრებს და იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება უკვე რეალური საქმიანობა. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ადამიანური რესურსის მართვის ცენტრთან ერთად და World Vision-თან ერთად გადადგა ერთ-ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პროფესიული ორიენტაციის სფეროში. გაკეთდა საიტი www.myprofession.gr, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს.
იქ მოცემულია ინფორმაცია ზუსტად აი ამ უნარების, ღირებულებების, ინტერესების შესახებ, როგორ მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება. და აგრეთვე მოცემულია ორი ტესტი, რომელიც არის ქართულ საზოგადოებას და ქართულ პოპულაციაზე მორგებული. ანუ თუ ფსიქოლოგებიც გვისმენენ, შემიძლია ვთქვა, რომ ანუ მათთვის უფრო გასაგები იქნება ეს, რომ ეს არის სანდო ტესტები, ანუ რომლითაც ანუ მივიღებთ ნამდვილ რეალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პროფესიული სფერო შეესაბამება მოსწავლეს თუ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შეავსებს. ანუ ეს არის პროფესიული გადაწყვეტილების კითხვარი და პროფესიული ინტერესების თვითსაკვლევი ჰოლანდის და ეს პირველი კითხვარი გვეუბნება, რამდენად დარწმუნებული ვართ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, ანუ შეიძლება მე უკვე ვიცი რომ ვაბარებ ეკონომიურზე, მაგრამ ეს კითხვარი შევავსო და აღმოვაჩინო რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მყარი და კიდევ მეტი ინფორმაციის მიღება მჭირდება. ხო, მეორე კითხვარი გვიჩვენებს რომელი პროფესიული სფერო შემესაბამება, მაგალითად, სოციალური სფერო, უფრო ისეთი სხვა სფეროა, ინიციატივიანი სფერო, მაგალითად, ისეთი ბიზნეს საქმიანობები, რომლებშიც ერთიანდება კვლევითი სფერო, რეალისტური სფერო, რომელშიც უფრო ესეთი ტექნიკური პროფესიები ერთიანდება, მაგალითად, მექანიკოსი და ბოლო არის უკვე საკანცელერიო სფერო, მაგალითად ბუღალტერია, საბანკო საქმე და ასე შემდეგ. ანუ ეს ტესტი, ანუ რეალურად არ გაძლევს იმას, რომ აი შენ ნამდვილად ეს პროფესია უნდა აირჩიო. უბრალოდ გიჩვენებს ამ სფეროებს, გაძლევს პროფესია და ჩამონათვალს, რომელშიც შეიძლება შენ თავი იპოვო და შენთვის მოსაწონი პროფესია აღმოაჩინო და გეუბნება, რომ აი ამ სფეროსთვის შენ უფრო მეტი უნარი გაგაჩნია, რომ წარმატებას მიაღწიო და შენი სურვილის საწინააღმდეგო შეიძლება გამოავლინოს ტესტმა. არა, სურვილის საწინააღმდეგო არა. შენი ინტერესების, ანუ ეს არის როგორც უნარების მიხედვით გეუბნება, ისე ინტერესების მიხედვით გეუბნება. უბრალოდ გაჩვენებს რომელი სფერო შეგემოსაბამება ყველაზე მეტად და ტესტი საერთოდ ისეთი არის, რომ ძირთად არ ხდება ისე, რომ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გამოგივიდეს. თუმცა ალბათ შეიძლება ეგრეც მოხდეს. რა ვიცი, გააჩნია თუ სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვს ადამიანს, განსხვავებული უნარები და ამ დროს სრულიად განსხვავებული რაღაცა უნდა, კი, ესეც შეიძლება მოხდეს მართალი ბრძანდებით. მე ძალიან ბევრი აბიტურიენტისგან, ჩემი აბიტურიენტობის დროსაც და ეხლა ძალიან ბევრისგან მესმის, რომ სადაც მოხვდები, იქ ჩავა თავარია რომ სადღაც მოხდე, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება ბავშვების, რამდენად სერიოზულად უდგებიან თვითონ საკუთარ არჩევანს. რა ვიცი, ეს ალბათ არის მართლაც არც თუ ისე სერიოზული დამოკიდებულება, იმიტომ რომ რა ვიცი, არ შეიძლება ეს პროფესიის არჩევა ესე არასერიოზულად მოვეკიდოთ ამ პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ არასწორად არჩეული პროფესიამ შეიძლება შემდგომში მოგვიტანოს სავალალო შედეგები. პირველ რიგში ის, რომ თუ ჩვენ მიერ არჩეული პროფესიას არ შეესაბამება ჩვენი უნარები, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ საქმიანობის წარმატებით შესრულებას, დაკისრებულებულ მოვალეობებს ვერ გავართმევთ წარმატებით თავს. შესაძლოა ამას მოყვეს უკვე საწარმოო ტრავმები მაგალითისთვის. ასევე, როდესაც ადამიანს არ მოსწონს თავისი პროფესია, არ მოსწონს თავისი საქმიანობა, მისი შრომითი კმაყოფილებაც დაბალია, მისი мотиваციაც დაბალია, შესაბამისად ხელმძღვანელობისგან მოდის უკმაყოფილება, ამ სამსახურში კონფლიქტები იზრდება, ამ ყველაფერს კიდევ მოყვება უკვე შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და სტრესი. დიახ, ანუ სტრესი, ჯანმრთელობის გაუარესება, პროფესიული გამოფიტვა, რაც ანუ ეს სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტა ისე სხვანაირად იხმარება, ზოგადად ძალიან სერიოზული დაავადება არის, რომელსაც როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური დაავადებები მოყვება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი არის საკუთარი სამსახური, საკუთარი შრომით კმაყოფილი, როდესაც არის მოტივირებული და წარმატებაზე ორიენტირებული, ანუ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გამოუვა. აი, რაც შეეხება მშობლები ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას შვილების მაგივრად, ანუ მაგაზე რას გვეტყვით? აი, თქვენ როგორც თავად მშობელი, რას ისამდით რომ ხედავდეთ, რომ თქვენ შვილი არასდრო გადაწყვეტილებას იღებს, ანუ როგორ მოიქცევთ? უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი ბავშვის გადაწყვეტილებაში? როგორ გითხრათ, ანუ მშობელმა უნდა უბიძგოს, ასე ვთქვათ, ბავშვს გააკეთოს სწორი არჩევანი. ოღონდ ამ ბიძგში არის გულისხმობა ის, რომ
მშობელმა უთხრას ბავშვს აირჩიოს ის პროფესია, რომელიც არჩევას მაგალითად თავად უნდოდა, ან რომელიც ძალიან პრესტიჟულია, ჩააბაროს მაინც იურიდიულზე, ან გახდეს ბიზნესმენი. ან მშობელი, რითი შეიძლება დაეხმაროს ბავშვს მშობელი. თვითონ მშობელმა უნდა დაიწყოს, დაუკვირდეს რა აინტერესებს თავის შვილს, აი ისევ ბავშვთან გამომდინარე უნდა ხდეს, ხო? რითიც დავიწყეთ იმას ვუბრუნდებით, რა აინტერესებს თავის შვილს. ამის შემდეგ თვითონ მშობელმა უნდა დაიწყოს პროფესიების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შვილებს უნდა გააცნოს ეს პროფესიები და მისი ინტერესების და უნარების შესაბამისი პროფესიის არჩევა ურჩიოს. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ეკუთვნის რა თქმა უნდა ბავშვს. და მშობელი თვითონ არის მოდელი ბავშვისთვის, ანუ როგორც იქცევა მშობელი, როგორი დამოკიდებულებაც აქვს მშობელს სწავლის თუ მუშაობის მიმართ, ისევე იქცევა ბავშვიც. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს შრომითი უნარები, რომელიც კიდე ცალკე თემაა, ზუსტად საწყისი უნდა გამომუშავოს მშობელმა, თუნდაც ის რომ პასუხისმგებლობის აღება ისწავლოს ბავშვმა საკუთარ თავზე. აი ამას როგორ მივაჩვიოთ? მშობელი უნდა იქცეოდეს თვითონ ასე. ან როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მშობელი ასე იქცევა, მშობელს სერიოზული დამოკიდებულება აქვს თუნდაც სამსახურის მიმართ, არაცდენს, არაგვიანებს, პასუხისმგებლობით ეკიდება, უყვარს თავისი საქმიანობა, აინტერესებს ბავშვის ზრდასთან ერთად ამას სწავლობს. რა თქმა უნდა, გავლენა ბავშვის არჩევაზე აქვს როგორც მშობლებს, ისე მეგობრებს, მაგრამ მშობელი უნდა შეეცადოს მაინც რომ ბავშვმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ ესე დამოუკიდებლობის თუმცა დღევანდელ რეალობაში რთულია, როცა დედა ცალკე გირჩევს, მამა ცალკე გირჩევს, იქ მეზობელი ჩაერევა, მეგობარი რაზეც აბარებს შენც იქ გინდა გადაწყვეტილების მიღება უკვე რთულია. ხო, მთავარია მივცეთ სწორი რჩევა. ანუ თუ ადამიანს არ აქვს მაგალითად ესეთი მუსიკალური უნარები, ან ესეთი კრეატიული შემოქმედებითი აზროვნება, ან კრეატიული უნარები ნაკლებად აქვს განვითარებული, მშობელს ძალიან შეიძლება უნდადეს, რომ ბავშვმა ჩააბაროს სამსახიობოზე და ურჩიოს ეს, მაგრამ ეს რჩევა კარგი იქნება. ანუ მშობელმა უნდა ურჩიოს ის, რაც მისთვის კარგია და პირველ რიგში ამისათვის მშობელი უნდა გაერკვეს იმაში, თუ რა მახასიათებლები გააჩნია მის შვილს, რა ინტერესები, უნარები, შესაძლებლობები. და უნარის შესაძლებლობების კვლევა საკმაოდ რთული, ანუ ძნელია ეს დამოუკიდებლად გააკეთოს თუნდაც ბავშვმა, თუნდაც მშობელმა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროფესიული კონსულტანტების არსებობა სკოლაში და იგივე სკოლების თემას მინდა დაუბრუნდე. არსებობს ესეთი პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში, როდესაც სკოლიდან დამამთავრებელი კლასები მიდიან სხვადასხვა პროფესიული მიმართულების დაწესებულებებში, იგივე თუნდაც ბანკში, ოფისებში, რა ვიცი, სხვადასხვა ადგილებზე და თავად ეცნობიან იმ პროფესიას მუშაობის პროცესში, იგივე სამედიცინო სფეროში. მე შეიძლება ძალიან მინდა მედიცინაზე ჩაბარება, მაგრამ რეალურად როდესაც იქ ოპერაციაზე შეიძლება დავდგე, ცუდად გავხდა. ეს კარგი პრაქტიკაა და თუ დაინერგება, ან თუ არის ამის საწყისი ეტაპი მაინც. ისეთ რა არის, ეს განათლების სამინისტროს პროექტი, თვითონ პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ვიცი, მრავალ აქტივობას. მე მივესალმები, რომ ეს დაინერგოს, ამ ტიპის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იქნება ეს თუ ან ძალიან ბევრი რჩევა არსებობს ასევე მოსწავლეებისთვის, რომ გაიარონ სტაჟირება, ან ესეთი ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო, რაც ჩვენთვის ეს ახალგაზრდების დასაქმების ეს პრობლემა და ახალგაზრდების დასაქმებებით უმეტეს, მაგრამ ძალიან კარგია იმისთვის, რომ გამოერკვე შენ საჭიროებებში. და ერთი მინდა დავამატო კიდე, რომ ხო, ანუ სკოლებში ძალიან კარგი იქნება, ასევე ეს როგორც ესეთი შეხვედრები, ისე საზღვარგარეთ არის მაგალითად მშობლები, როცა მიდიან, ან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს იწვევენ სკოლაში, ამგვარად აცნობენ სხვადასხვა სახის პროფესიას, ანუ ძალიან ბევრი საინტერესო და ესეთი ბევრის მომცემი აქტივობის დაგეგმვა შეიძლება ამ მიმართულებით, რომელიც მართლა დაეხმარება მოსწავლეს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ინფორმაციულობის ნაკლებობა იმისა, რომ ვაკეთებთ არასწორ არჩევანს. დიახ, როგორც საკუთარი თავის შესახებ, ისე პროფესიების შესახებ. ანუ პროფესიასაც როცა ირჩევს ადამიანი, თვითონ პროფესიის შესახებაც ხომ და მოიძიოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიძიოს როგორც
იმ ადამიანებისგან, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ სფეროში და ასე ვთქვათ, ამ სფეროს ექსპერტები არიან, მაგალითად, კითხონ ექიმს, კითხონ იურისტს, რისგან შედგება მისი საქმიანობა. შეიძლება აგრეთვე ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში, ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს კონკრეტული პროფესიების შესახებ და თუ რომელიმე პროფესია გაინტერესებს, შეიძლება ნახო მისი აღწერილობა, ნახო რა დავალებების შესრულებას მოითხოვს, რა უნარების გამოყენებას მოითხოვს და შეიძლება ამის შემდეგ ისევ დაგაინტერესოს, ან ნახო რომ ჯობია სხვა პროფესია აირჩიო. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ქრისტინე. ძალიან ხშირად მსმენია ეს ფრაზაც ჩემს მეგობრებში, აი ხშირად სადაც წავსულ ვარ მომისმენია, რომ ეს ქალის საქმე არ არის. ამ პროფესიას ქალი თავს ვერ გაართმევს. არის თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ის, რომ აი პროფესიას ქალბატონები ირჩევენ იმის მიხედვით რა სტერეოტიპები არსებობს. მაგალითად, აი იგივე მძიმე ფიზიკური სამუშაო ან თუნდაც ტექნიკური სამუშაოები როცა სრულდება, ქალი ამას ვერ შეასრულებს და თვითონ დამკვეთებიც ითხოვენ, რომ მამრობითი სქესი სასურველია. ამ შემთხვევაში რა ხდება? უნდა გადავირჩიოთ პროფესია მიუხედავად იმისა, ჩემი სურვილის და ჩემი შესაძლებლობებით თუ ექვემდებარება იმ პროფესიას? თუ მე გამაჩნია ინტერესი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა ავირჩიო ის პროფესია, რომელიც მომწონს. არსებობს გეთანხმები წინააღმდეგობა როგორც შრომით ბაზარზე, ისე საზოგადოების მხრიდანაც, მაგრამ როდესაც ადამიანი არის თავის საქმის პროფესიონალი, მას უკვე ასე ვთქვათ, ნახევარი გზა გავლილი აქვს. ხო, მაგრამ რაღაცა ეტაპი მაინც უწევს იმის მტკიცება, რომ მას ეს შეუძლია და შეიძლება მამაკაცი უკეთაც გამოსდიოდეს. კი, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა დგას არა მარტო საქართველოში, საერთოდ გენდერული უთანასწორობის პრობლემა, ისე ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში. ისიც არის რომ მე წამიკითხავ ესეთი პრაქტიკა გავცნობი ვარ, რომ ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებს ქალის და მამაკაციც, ერთი და იგივე დაუშვათ კომპანიაში და ანაზღაურება მამაკაც უფრო მეტი აქვს ვიდრე ქალბატონს. კი, ეს არის უბრალოდ რა ვიცი, ჩემი დისკრიმინაცია, რომელიც არის სრულიად უკანონოა, ასე ვთქვათ და რაღაცა გარკვეული ჩარჩოები თუ კანონები უნდა არსებობდეს ამის საწინააღმდეგოდ. მაგრამ პროფესიის არჩევის დროს, რა ვიცი, პროფესიები არ იყოფა, არ არსებობს პროფესიის ესეთი კატეგორიზაცია, რომ ან კონკრეტულად ქალებისთვის იყოს, ან კონკრეტულად მამაკაცების. საზოგადოება ყოფს, რაც უკვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პრობლემა არის, ასე ვთქვათ, და ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ამაზეც ცალკე უნდა ვიზრუნოთ. მადლობა ქრისტინე, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ფსიქოლოგი ქრისტინე კანდელაკი, რომელმაც მართლაც საჭირო რჩევები მისცა ჩვენს აბიტურიენტებს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. ქრისტინე, კიდევ ერთხელ რა შეგიძლია მოკლედ რჩევის სახით უთხრა ბავშვებს, რომლებიც ახლა გვისმენენ, ან მშობლებს, რომლებიც გვისმენენ და ზოგადად რა უნდა გავითვალისწინოთ? ესე ფორმულასავით რო ჩამოვაყალიბოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ანუ პროფესია აირჩიეთ თქვენ, ეს არის თქვენი არჩევანი. მეტი ინტერესი რო გამოიჩინოთ ალბათ ამ პროფესიით. ანუ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილეთ ინფორმაციის მოპოვებაზე, როგორც საკუთარი თავის შესახებ, ისე პროფესიების შესახებ. და ნუ მიაქცევთ ყურადღებას მხოლოდ იმას, რომ გარკვეული პროფესია არის პრესტიჟული, გარკვეული საქმიანობა არის პრესტიჟული, არ არის აუცილებელი, რომ მოსწავლემ ჩააბაროს აუცილებლად უმაღლეს სასწავლებელში, რადგან შეიძლება მისი ინტერესების, მაგალითად, უფრო ისეთი პროფესიული სასწავლებლის და პროფესიული განათლების კუთხით იხრებოდეს, მაგრამ მშობელმა მაინდამაინც მოითხოვოს მისგან უმაღლეს სასწავლებლის დიპლომი. ესეც არის უკვე საზოგადოების პრობლემა, რომელზეც აუცილებლად უმაღლესში უნდა სწავლობდეს მისი შვილი. არა და შეიძლება მისი კარიერა ზუსტად ამ პროფესიულ განათლებასთან იყოს დაკავშირებული და ამან შეიძლება მოუტანოს იმხელა წარმატება, თუნდაც იმხელა შემოსავალი, რასაც ჩვეულებრივი სახლში დადებული დიპლომით ვერ გააკეთებს ადამიანი. თავი რჩევა არის მაინც ის, რომ გაერკვიეთ თქვენს უნარებში, შესაძლებლობებში, ინტერესებში და გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენ სულ ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. ბატონო. ქმარი, სოლი და მედეფემ. სიყვარული, ქორწინება, ბედნიერება და მაინც გაუცხოება, ეჭვიანობა, პრობლემა, ღალატი, ინტრიგა და
ყოველ შაბათს დღის 12-დან 2 საათამდე ეკატერინესთან და სოფიასთან ერთად იგრძელით ცოლქმრული ლაივის დრაივი. გადაცემაში ცოლქმრული ფილოსოფია FM 103-ზე. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 59504 რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. გაიხანგრძლივე სიცოცხლე. ჟანგბადით გამდიდრებული სასმელი წყალი ოქსი. ოქსი წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან, სასარგებლოა ორსულებისთვის, ასევე ნაბახუსებზე, სტრესულ სიტუაციებსა და ფიზიკური დატვირთვის დროს. ოქსი შეიძინეთ აფთიაქებში, გუდვილის, კარფურისა და სმარტის ქსელში. ოქსი დამზადებულია საქართველოში. სადილერო კომპანია Change Group-ი გთავაზობთ ავტომობილების გასვლას. გასაყიდად გამზადებულ ავტომობილს გიანგარიშებთ თანხობრივად. ერთი ან თქვენი მხრიდან თანხის დამატებით სანაცვლოდ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ მანქანას იაპონიისა და ამერიკის ავტოაუქციონებზე. ყველანაირი გარანტიითა და დაზღვევით. ჩვენი პირობა გამბაჟებას არ ითვალისწინებს. მუშაობთ ყოველდღე 11-დან 17 საათამდე. მისამართი რუსთავის ავტობაზრობა, მე-15 სალონი, 118 საოფისე ფართი. დაგვიკავშირდით 551 19 59 51. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 59504 სულ რამოდენიმე წუთის შესვენების შემდეგ ჩვენ დავბრუნდით მედეფემის პირდაპირ ეთერში. ეს არის გადაცემა მაძიებელი. მათთვის, ვინც ახლა შემოუერთდა ყველაზე ჯანსაღ რადიოს, გეტყვით, რომ გადაცემის წინა ნაწილში ჩვენ ქრისტინე კანდელაკთან ერთად ვისაუბრეთ, ფსიქოლოგ ქრისტინე კანდელაკთან ერთად ვისაუბრეთ პროფესიების არჩევასთან, მასთან დაკავშირებით რა სირთულეები შეიძლება შეგვექმნას. ქრისტინე ჩვენთან იმყოფება ისევ და შემოგვერთდა სტუდიაში ჟურნალისტი და Georgian Digest-ის რედაქტორი. წინ საკმაოდ ხირავი და საინტერესო საუბარი გველის, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად, დაგვიკავშირდით ნომერზე 252 1003 და დასვით კითხვები, ასევე მიიღეთ ობიექტური პასუხებიც. გამარჯობა რუსა, მოგესალმები, მადლობა რომ მოხვედი. რუსა არის რედაქტორი გაზეთ Georgian Digest-ის ანალიტიკური გაზეთია და საკუთარი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრებს თუ რა სირთულეებს აწყდა და რატომ აირჩია ეს პროფესია. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმები ასევე ჩვენს მსმენელებს. ანუ, როდესაც საუბარია ამ პროფესიაზე, ჟურნალისტიკაზე და ჟურნალისტის პროფესიაზე, ამ კითხვაზე პასუხი თითქმის ყველა გოგოს აქვს ერთი და იგივე, რომ ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნება. ანუ ეს ზუსტად პროფესიების არჩევასთან დაკავშირებით, რაც ფსიქოლოგმა ძალიან კარგად ისაუბრა, აქ ამ პროფესიას ახასიათებს ზუსტად ეს პრესტიჟულობა. და ის, რომ ყველა გოგოს ბავშვობაში უნდა რომ იყოს ჟურნალისტი ან სახიობი. ანუ რა არის ეს ბავშვობაში გინდა იმიტომ რომ გონია ეს პროფესია შენ მხოლოდ ის რასაც ხედავ ეკრანზე, მხოლოდ ცნობადობა, ძალიან იოლი პროფესია, ამიტომაც არის რომ ყველა გოგოს უნდა ბავშვობაში იყოს ჟურნალისტი. ეხლა რაც შეეხება სირთულეებს ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით, მე უბრალოდ რასაკვირველია ფსიქოლოგზე უკეთ ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თვითონ სულ თავიდან რომ დავიწყოთ პროფესიის არჩევა რა ასაკში ხდება ეს ხდება გარდატეხის ასაკში ანუ მოზარდის როდესაც მას უკვე ისედაც მას დიდი სტრესორები აქვს ანუ ფიზიკური ფსიქოლოგიური და პლუს ზუსტად ის ეტაპია როდესაც მან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რაც შემდგომში თვით დამკვიდრების და თვით რეალიზების საშუალებას აძლევს მას და თქვენ წარმოიდგინეთ ზუსტად იმ ასაკში ის ფიქრობს რომ აი თუ გავხდები მე ჟურნალისტი ან მსახიობი ეს არის მას ან მსახიობ ალბათ ჰოლივუდთან დაკავშირებული ჟურნალისტიკა პირდაპირ ტელეჟურნალისტიკასთან ვიქნები ან ინგა გრიგორია დავუშვათ ვიქნები იქ და ვერ ხედავს იმ სირთულეებს რაც ამ ყველაფერს და ანჯელინა ჯოლი და ნუ ასე შემდეგ ხო მსახიობობას როცა ეხება და ამიტომ ის ანუ ამასაკში შეიძლება ეს იყოს რომ ჩვენ რაღაცა გქონდეს ძალიან ესეთი უფრო დიდი წარმოდგენები ან სრულფასოვნების კომპლექსი გქონდეს ძალიან დიდი რომ გვეგონოს ჩვენი შესაძლებლობები და რაღაცა უნარები შევაფასოთ გადაჭარბებულად ან კიდევ პირიქით კნინობით ფორმაში
რომელიც ჰქონდა ჩემს თაობას მეტნაკლებად, ანუ კომპლექსების თაობა ვიყავით, ეს ვისი ბავშვობაც იყო 90-იანი წლები, ასე ვთქვათ. ზუსტად მივდივარ ჩემ პროფესიის არჩევანთან, ამიტომ ფიქრობ, რომ აი სულ თვითონ დამოუკიდებლად მიიღოს, ანუ მოზარდმა გადაწყვეტილება, ესეც შესაძლოა გარკვეული წლების შემდეგ მისი ღირებულებების გადაფასებაც მოხდეს. აი ყველაზე იმდენად რთული რამ არის ეს, რომ მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ჩავერიო ჩემი შვილის პროფესიის არჩევის დროს. საერთოდ რას გავაკეთებ ეს მე ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ უბრალოდ უნდა მოხდეს, იცი რა, შეიძლება მას უნდა რაღაც პროფესია. რადგან უნდა ჩაერიოს მშობლი? ეხლა ვაგეთქვით, შეიძლება მას მოსწონს რაღაც პროფესია და მისი სურვილი არის ეს პროფესია, გარკვეული პროფესია, მაგრამ ამ დროს მისი უნარები, ესე ვთქვათ, არის სხვა რამეში ვლინდება. აქ უკვე თითქოს საჭიროება დგება იმის, რომ ჩაერიოს მშობელი, ჩაერიოს კონსულტანტები, ჩაერიოს ფსიქოლოგები, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც მისი სურვილის წინააღმდეგ მიდიხარ, როგორც თქვი, ისეთი ასაკია, ისეთი სტრესების სავსე ასაკი არის, რომ შეიძლება ეს უკვე მისთვის გარკვეული წლების დაკარგვა იყოს და გარკვეული წლების შემდეგ მოახდინოს მან თვითრეალიზაცია. მაგრამ ამ კუთხითაც ახლა არის ერთი რამ, რომ ძალიან ხშირად ისინი, ვინც ვერ ირჩევენ იმ პროფესიას, რაც მათ თავიდანვე მოსწონთ, ძალიან საინტერესოდ ახცენენ აი ამ თავიანთი ინტერესების და იმ დაუშვათ ნიჭის და მისწრაფების, ნიჭი მე ვიტყოდი, ჩემთვის ეს არის სიყვარული. ანუ ზუსტად იმის ნიჭი გაქვს, რაც გიყვარს. ესე ვთქვა და ყველაზე მარტივად აკეთებ, აქ ჩვენ რაც უნდა ვთქვა, რომ აი პროფესიას როცა ემსახურებ, ანუ იმ პროფესიის როცა ხარ, რომელიც მოგწონს, შენ ხარ, რა ვიცი, galაღებული პედагоგი და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ის ადამიანები, რომელმაც აირჩია არასწორი არჩევანი გააკეთა ცხოვრებაში, არის ეს ადამიანებს გარკვეულწილად ეტყობათ კიდეც, ეს არ არის მხოლოდ რომ ან ფინანსური მდგომარეობა, რასაკვირველია, ფინანსური მდგომარეობას ძალიან ბევრ და დიდ როლს თამაშობს და საერთოდ ეს არის ჩვენს რეალობაში განსაზღვრელი ფაქტორი, ხო? ზოგი მაგალითად ზუსტად ფინანსურიდან გამომდინარე მიდის იმ ფაკულტეტზე, სადაც ნაკლები გადასახადია, ზოგი ისო პრესტიჟულობა, მოდურობა, ესე ვთქვათ, ჭყალებში, იქ სადაც დიდი გადასახადია, მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირება, აბარებს იქ და ყველა ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობს, იმიტომ რომ პრესტიჟული, ესე ვთქვათ, თანამედროვეა ერთ-ერთი, ხო? აქედან გამომდინარე, ხა ჩარევაზე საუბრობდი, ანუ რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი. იქ არის საშიშროება ის, რომ თვითონ ბავშვს კონდეს ამ მასაკისთვის დამახასიათებელი ის, რომ ის რაღაცა გადაჭარბებულად, ეხლა ყველა შესაძლებლობა გადაჭარბებულად აღიქვამდეს. ქრისტინეს მინდა ამ კითხვით მეუბრუნდე, 16-17 წლის ასაკში რამდენად არიან ბავშვები მზად მიიღონ გადაწყვეტილება? ხო არ არის ეს ნაადრევი ასაკი? ასაკი ნამდვილად ნაადრევია. ანუ მიუხედავად იმისა, რომ 12 კლასი კიდევ დაამატეს. ხო, 12 კლასი დაამატეს და თუ არ ვწდები 18 წლის ამთავრებენ უკვე სკოლას, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი მართალია ქალბატონი რუსა, რომ წლების გასვლის შემდეგ ადამიანის ინტერესები იცვლება და ღირებულებებზეც მქონდა მელაპარაკი, რომ აი ეს ღირებულებები, რაც ადამიანს აქვს 16 წლის ასაკში და 18 წლის ასაკში, 30 წლის ასაკში შეიძლება სულ სხვა იყოს და სრულიად შეიცვალოს და შეიძლება მისმა პროფესიამ მისი ამ ღირებულებების რეალიზების, ასე ვთქვათ, საშუალება არ მისცეს. მაგრამ თუ ადამიანი აი ისე რომ დაუბრუნდა თავისი ინტერესების და გარკვეული კონკრეტული უნარების შესაბამის პროფესიას აირჩევს, შეიძლება ეს პროფესია მერე გამოიყენოს უკვე სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობისთვის. ანუ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს ის შეხედულება, რომ ადამიანი როცა ან წლების წინ მე-20 საუკუნეში თუნდაც ან უფრო ადრე ერთ სამსახურში იწყებდა მუშაობას, იმ პერიოდში ის შეიძლება მთელი 50 წელი ის სამსახურში დარჩენილიყო, მაგრამ დღესდღეობით ეს სიტუაცია ხო აღარ არის შრომით ბაზარზე, შრომით ბაზარი შედარებით არასტაბილურია ამ მხრივ და ამიტომაც როდესაც პროფესიას ირჩევთ, ეს იმას არნიშნავს, რომ მაინც და მაინც კონკრეტული საქმიანობით შემოიფარგლება თქვენი ცხოვრება. შეიძლება ადამიანი გახდეს ფსიქოლოგი და ამ ფსიქოლოგიას ძალიან ბევრი მიმართულება აქვს, რომ და ძალიან ბევრი საშუალება და ბევრი საქმიანობა თუ კიდე ქვე პროფესია, რომელთაც შეგიძლია იმუშაო, შეიძლება გახდეს ექიმი და კიდე ძალიან ბევრი ისეთი ფაქტის როგორ ფიქრობ, რამდენად ცვლის ადამიანის პროფესია? რამდენად ცვლის? თვითონ ალბათ როდესაც
აი ამ სფეროს სწავლობ, შენი გარკვეული შეხედულებები თვითონ ამ სფეროს შესახებ, უკვე საზოგადოების მოწყობის შესახებ ძალიან ბევრი რამე იცვლება, შენი ღირებულებები, საქმიანობის დროსაც შეიძლება ადამიანის ღირებულებები თუ შეხედულებები ან უარესობისკენ შეიცვალოს, ან უკეთესობისკენ ძალიან დიდ გავლენას ახდენს. თავარია ეს გავლენა იყოს პოზიტიური და როგორც ადამიანისთვის, ისე რა თქმა უნდა, შენ გამოცდილებაზე რას გვეტყვი, ანუ რამდენად შეს პროფესია ადამიანს. მე იქ აი მაგალითად, შენ ხარ ჟურნალისტი, შენ საქმეში პროფესიონალი, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ მოგინდა რომ წახვიდე პოლიტიკაში. სურვილი გაგიჩნდეს პოლიტიკაში წასვლის. შენი აზრით, შემდეგი პროფესია შენ შეგცვლის, შენს პიროვნულ თვისებებს შეცვლის, როგორ აისახება ეს? დიახ, ეხლა პროფესია აუცილებლად ცვლის ადამიანს და ეხლა გეტყვით რატომაც, ანუ წინა კითხვის დროს მე ამას უპასუხე მეტნაკლებად, ანუ ვისაც არ მოწონს თავისი პროფესია რაღაც იქ უკმაყოფილო სახე აქვს, ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე პრინციპში ეხლა ესე შეიძლება პროფესიონალურად ვერ გამოვიდეს, როგორც ფსიქოლოგი იტყვის ამას და ფსიქოლოგი შეიძლება შესწორებებიც მომწეს და შენიშვნები, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ ზუსტად ნიჭი არის სიყვარული და შენი პროფესიაში როცა ხარ, რომელიც შენ გიყვარს, ეს აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გცვლის. დაწყებული გარეგნული მონაცემებით შინაგანი რაღაცა სხვა სილაღე გეძლება, თუ ეს ოღონდ ნამდვილად ის პროფესია, რომელიც შენ მართლა გიყვარს. იმიტომ რომ მე მინდოდა თქვენთვისაც მეკითხა იმ ასაკში ზუსტად ბავშვი 16 წლისას, რომელსაც შეიძლება გონია, რომ იცი რა ის გადაიღებს კინოს, რომელიც აიღებს აუცილებლად 10 ოსკარს, ან ის იქნება, რა ვიცი, ისეთი celebrity ხო, ესე ვთქვათ, მსახიობი ხო, ეხლა იმას რომ შენ რაღაც ისეთნაირად ანუ კნინობით ფორმაში უთხრა, ანუ ამიტომ უნდა იყოს, აი ჩემი ქართულის მასწავლებელი ამბობდა ესეც რამეს, რომ ეს სრულფასონების კომპლექსი უნდა ქონდეს არასრულფასონების კომპლექსთან შეფარდებით. არც უნდა იყოს ეს გადაჭარბებული და უი შენ ნიჭიერი ხარ შვილო, მაგრამ არ მასიხარ. აი ეს არ მოსმენს ძალიან ხშირად ეგ პრობლემები, რომ ჩემი შვილი ძალიან ნიჭიერია, ან მასწავლებლებმა იციან ძალიან ხშირად იარლიღის მიკერება, რომ იცი რა, ეს ძალიან ზარმაცი ბავშვია, ცელქია, ამას ეს არ შეუძლია. შეიძლება ესე ეს არაფრით არ შეიძლება. როდესაც ბავშვს მით უმეტეს პატარას ან თუნდაც მოზარდს, რომლის ფსიქიკაც არის ძალიან ესე ფრთხილად უნდა მოვეკო, ძალიან სათუთია ხო? ანუ არაფრით არ შეიძლება უთხრა. შეიძლება ბავშვი რამდენჯერმე დაეზარა ან რაღაცა ისე არ გააკეთა, მაგრამ თუ მას ვეძახეთ, რომ შენ ზარმაცი ხარ, თუ მის მიმართ ესეთი დაბალი მოლოდინები გვექნება, ის აუცილებლად ესე მოიქცევა. ანუ თუ ბავშვი მაგალითად ცოტას მეცადინეობს, გაკვეთილებს კარგად ვერ ასრულებს, პირიქით უნდა შემოუძახოთ, რომ ის კარგია, მისგან უფრო მეც მოველთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მივიდეს იქამდე, რომ ბავშვს ეგონოს, რომ მართლა ძალიან მაგარია და ეს თუდად რო აკეთებს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მოლოდინი უნდა გქონდეს მეტი. შეიძლება მშობელმა შეუქმნას თვითონ იმის ბაზა, რომ შენ შეგიძლია, მაგრამ რეალურად ბავშვს არ შეუძლია. ხო, ესეც მშობელს გონია, რომ შეუძლია მის შვილს და მისი შვილი ყველაზე კარგია. ხო, ესეც რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. ამ პრობლემის წინაშეც ვდგავართ. ჩვენი შვილების შესაძლებლობები უნდა შევაფასოთ რეალისტურად, უნდა შევუწყოთ ხელი, რომ განივითარონ ესა თუ ის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, როგორიც არის მაგალითად ვერბალური და მათემატიკური უნარი. მათემატიკური არ ნიშნავს მაინც იმას, რომ ძალიან კარგად იცოდე მათემატიკა და ძალიან მაგრამ აკეთებდე რაღაცა ამოცანებს. უბრალოდ უნდა შეეძლოს ადამიანს ელემენტარული მონაცემების გაანალიზება და ცხრილების გაანალიზება, თუნდაც აი ამ ყველაფრის განვითარებაში მშობელმა უნდა შეუწყოს ხელი და რა თქმა უნდა არ შეიძლება როგორც ადამიანის შესაძლებლობების გადაჭარბება და რაღაცა ეს არარეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბება, მაგრამ რაც უფრო ესეთი მაღალი მოლოდინი აქვს საერთოდ მშობელს ბავშვის მიმართ, მით უფრო კარგად, მით უფრო ცდილობს ბავშვი, რომ ეს მოლოდინები გაამართლოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ინდივიდუალურია, ბევრზე დადებითად მოქმედებს შექება, ბევრზე პირიქით, რაც უფრო მეც თხოვდა ეუბნები, რომ იცი რა, შენ კარგად გამოგივიდა, მაგრამ მე უფრო კარგი მინდა და შენ ეს შეგიძლია. ფორმასაც გააჩნია ინდივიდუალურია. ფორმასაც გააჩნია როგორ ვეტყვით. როდესაც შევაქებთ, აი შენ ხუთიანი მიიღე და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა. ეს უკვე ბავშვისთვის რაღაცა აღარ არის ეს შექება, იმიტომ რომ ესე იგი ამას მოსდევს კიდევ მაგრამ რომ მე მეტი მინდა.
ანუ უნდა შევაქოთ ბავშვი, რაღაცისთვის წავახალისოთ, რაღაცაზე შეიძლება კი არა შენიშვნაც უნდა მივცეთ, მაგრამ ამასთანავე სხვა საშუალებებით შექების შემდგომ უნდა მივაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, უნდა ამეცადოთ ვავაჯიშოთ, რომ რაც აკლია მას, ის გაიუმჯობესოს. აი, რუსა შენთან მაქვს ესეთი კითხვა, როგორც ვიცი, საზღვარგარეთ ბევრჯერ ყოფხარ, ბევრჯერაც გისწავლე და აი, იქაურ დამოკიდებულება, ანუ როგორია ამ საკითხის მიმართ, პროფესიის არჩევის მიმართ. იმათ აქვს მეორე უკიდურესობა, ყველაფერი აქვს დაგეგმილი წინასწარ. მაგრამ ნუ მე ძირითადად ვიცნობ ჩემ პროფესიის ადამიანებს და ისინი ვისაც პოლიტიკასთან აქვს მეტნაკლები შეხება. ყველა ეს ადამიანი არის რომ ინტერესით არიან შემოსული, ინტერესიც ესე ვთქვათ ნაწილია იმ სიყვარულის პროფესიისადმი, რომელიც თქვით, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მაგალითად აქვს მრავალმხრივი ინტერესები, ხო? აი ძალიან ბევრს მოსწონს რომ ის სულ მოგზაურობდეს. ესეთ ადამიანსაც ვიცნობდი და მის ზუსტად მას პროფესიად ჰქონდა არჩეული რეჟისურა. ხო? და ნუ ესეთი ადამიანები, ვისაც აი ეს მრავალმხრივი ინტერესი აქვს, შინაგანად შემოქმედებითია, შედარებით ირჩევენ ასეთ პროფესიებს. და იმათთან ძირითადად არის დაგეგმვა და რაც კრისტინემ თქვა, ანუ პრაქტიკული ნიუანსების გათვალისწინებაც ხდება, იმიტომ რომ პირველ რიგში ისინი უყურებენ ასევე ფინანსურ მოგებასაც. მე ჩემი გამოცდილებით რაც მინახავს, ზუსტად ისე გეგმავენ, რომ მან იცის რომ თუ ჩააბარებს ამა თუ იმ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ექნება ძალიან კარგი ანაზღაურება, მაგრამ ეს უკვე ჩვენთანაც არის ახალ თაობაში, რაც ძალიან მომწონს, რომ დაუშვათ ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან პოლიტიკით. და იმიტომ რომ მან იცის, რომ ის თუ კარგად ისწავლის, რაღაც აირჩევს ისეთ პროფესიას და იმ პროფესიას კარგად დაეუფლება, იცის რომ იქნება მაღალანაზღაურება და ეყოლება საკუთარი მანქანა დაუშვათ, ნუ თუ თვით რეალიზებას მოახდენს. ანუ სულ სხვანაირად ფიქრობს უკვე ახალი თაობა, შედარებით ვიდრე დაუშვათ ჩვენს უკან თაობა, ნაკლებად პოლიტიზირებულია და მე ეს უფრო მეტად მომწონს, უფრო მოდერნისტულები გახდნენ, მე ასე მგონია რატომღაც. და ერთი დეტალია კიდე ძალიან გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი პროფესიების არჩევის დროს ძალიან ხშირად ესე ყოფენ, რომ იცი რა, ეს პროფესია არ შემეფერება, ან ერიდებათ იმ პროფესიას, აი იგივე მცხოვრებელი საწყობში, იგივე უფრო ტექნიკური მხარე როცა არის, იცი რა, სადმუშაობ, როცა კითხავ, მაღაზი, სუპერმარკეტში ერიდება და თუმცა დღეს მაინც ესეთი სტერეოტიპია, რომ არც ერთი საქმე და არც ერთი სამუშაო არ არის სამარცხვინო და სათაკილო. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ესეც რა ვიცი, როგორ გითხრათ, თვითონ სკოლებში როდესაც დაიწყება ეს პროფესიული კონსულტანტების მუშაობა, ბავშვებთან პირველ რიგში უნდა იმუშაონ იმ თემაზე, რომ არ არის არც ერთი პროფესია, არც სამარცხვინო, არც არაპრესტიჟული. იგივე მე შეიძლება ძალიან კარგი ნიჭი მქონდეს კულინარულ სფეროში, მაგრამ იქიდან გამომდინარე დღეს საქართველოში შეიძლება არ წავიდე პროფესიულ სასწავლებელში. ხო, ანუ ადამიანმა უნდა მოახდინოს იმ ნიჭის რეალიზაცია, რაც აქვს და იმ სურვილების რეალიზაცია, ისე ამას უბრუნდებით. უნდა ამაყდეს საზოგადოების ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, რომ მარტო უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი სახში დადებული არაფერს არ გვიშველის. დღესდღეობით არსებობს რამდენიმე ძალიან კარგი პროფესიული სასწავლებელი, რომელშიც ძალიან ბევრი ისეთი ახლა ბჭყალებში რო თქვათ, ნაკლებად პრესტიჟული პროფესიების დაუფლება შეიძლება, თუმცა აქვე მინდა აქ რომ მოვიდიოდი ვიხსენებდი ამ პრესტიჟულ პროფესიებთან დაკავშირებით, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ სახურავების გადახურვაზე, მუშაობენ და დარწმუნებული ვარ და არიან თავის საქმის პროფესიონალები. დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი შემოსავალი აქვს, თუ შემოსავალზე არის აქ ლაპარაკი, ვიდრე ძალიან ბევრ თუნდაც იურისტს, თუნდაც ექიმს ყოველდღიურად განსაკუთრებით. აი, ბევრად მეტი და ბევრად კარგად ცხოვრობენ, უყვართ ძალიან თავისი პროფესია, რა არის ამაში ცუდი. თუმცა დღეს ჩვენთან მაინც რაღაცა პრობლემას წარმოადგენს. კი, რა თქმა უნდა და ამაზე უნდა იზრუნოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, ფსიქოლოგებმა და უნდა იმუშაონ არა მარტო სკოლის მოსწავლეებთან და ახალგაზრდებთან, არამედ მათ მშობლებთანაც, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვს მოუნდეს სწორედ ასეთი არაპრესტიჟული პროფესიის არჩევა და მშობელმა დაუშალოს და საბოლოოდ აი სწორედ აი მინდა ერთი რამ თქვა, რომ ზოგჯერ მშობელს უნდა რომ თვითონ შვილი დაეუფლოს იმ პროფესიას და იმ სფეროში იყოს, სადაც მან თავისთავი ვერ განახორციელა და ვერ იპოვა, ესეც მე მგონი. კი, ძალიან ხშირად ხდება, მაგრამ აი ამ დროს თვითონ მშობელმაც და შვილს უნდა გაითვალისწინოს, რომ როდესაც მაგალითად
მშობელს ექიმობა უნდოდა, ხო? მას მშობელს კი არ მოუწევს დილაობით ადგომა და ეგ საავადმყოფოში პაციენტების ნახვა, ხო და შვილს თუ სისხლის დანახვაზე გული უსკდება და არ შეუძლია პაციენტებთან ურთიერთობა, ამ შემთხვევაში ისევ მის შვილს შეექმნება პრობლემები. ამიტომ აი ეს უნდა გაიაზრო მშობელმა, რომ საბოლოოდ საქმეს და მუშაობას იწყოს მისი შვილი და არა თვითონ. მე მინდა ერთი ძალიან სახალისო პროფესია წავიკითხო. ძაღლებისა და კატების საკვების დეგუსტატორი არის ესეთი პროფესია. შინაურ ცხოველებს, რა თქმა არ შეუძლიათ საზღვარგარეთ ერთ-ერთ საიტზე დას, რომ შინაურ ცხოველებს რა თქმა უნდა არ შეუძლიათ დააგემონონ და გამოთქვან საკუთარი აზრი, გემრიელია თუ არა ესა თუ ის საკვები, ამიტომ ყავთ სპეციალურად არჩეული პერსონა, რომელიც ამ ცხოველების საკვებს თვითონ სინჯავს და შემდეგ ამბობს ეს ცხოველისთვის გემრიელი იქნება თუ არ იქნება გემრიელი და საკმაოდ პრესტიჟული საქმიანობაა და მაღალანაზღაურებადი. იგივე მაღალანაზღაურებადი საკმაოდ. იგივე ბალიშების განფუფულებელი, რომლებიც უბრალოდ დგანან მაღაზიებში და გასაყიდ ავეჯს ბალიშებს უსწორებენ. ძალიან ანაზღაურებადი პროფესიებია და ნუ დღეს ჩვენთან რო ეს ვთქვათ და ესე გავაჟღეროთ, სასაცილოდაც არ ყოფნის ზოგჯერ. ხო, გააჩნია ხა პროფესიასაც რაც დავარქმევთ ბალიშების განფუფულებელმა შეიძლება რაღაცა ამას იმდენი სწავლა და განათლების მიღება ნაკლებად სჭირდება, ალბათ შეიძლება რაღაც ერთდღიანი ტრეინინგი გაიაროს. აი დეგუსტატორზე უფრო შეიძლება იმას პროფესია დავარქვათ, მაგას უნდა. დეგუსტატორზე არ ვიცი მაგას როგორ სწავლობენ, სიმართლე გითხრათ, ალბათ საკმაოდ ისეთი აქტიური კურსების გავლა საჭირო და დეგუსტაცია და დეგუსტატორობა ცალკე პროფესიაა ახლა, რომელიც საკმაოდ ისეთი სერიოზულია. ანუ პროფესიული კოლეჯებიც უნდა ჩამოყალიბდეს. კი, პროფესიული კოლეჯები არის. პროფესიული კოლეჯები არის. ჩვენთან კი, სადაც ასწავლია როგორც ამ კულინარიას, მაგალითად ისე ეს სასტუმროებში მომსახურების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს, ავტომექანიკოსობას და იმის გავსაკითხებს და ძალიან კარგად მუშაობს და როგორც ვიცი, ყავთ მოსწავლეები, სტუდენტები, მაგრამ კიდევ უფრო აქტიური უნდა გახდეს და როგორც ჩემი ინფორმაციით უკვე მე მგონი გაჟღერდა კიდეც რომ განათლების სამინისტრო გეგმავს რომ უფრო მეტად წინ წამოწიოს ეს პროფესიული სასწავლებლები შესაძლებელი იქნება მე-9 კლასიდან უკვე აირჩიოს შესაძლებელი მიმართულება. აი მე-9 კლასებზე მინდა კიდე ჩაგეკითხო, ძალიან გახშირდა მე-9 კლასიდან გასვლის და სწავლის შეჩერების პროცესი. რას შეიძლება დავუკავშიროთ? რეგიონებში არის ესეთი მდგომარეობა, ხო? კი, როგორ არა. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით 9 კლასის დამთავრებულები არიან და უბრალოდ არც უმაღლესში აგრძელებენ, არც სურვილი არ არის შესაძლებლობა. ხო, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? შეიძლება და გამოსავალი რა არის? სწავლის მიმართ დამოკიდებულება როგორც ბავშვის, ისე მშობლების მხრიდან, ხო? ახლა სკოლებში ძირითადად ახლა განასახადის სკოლებში არ არის ანუ მატერიალური წინაღობა არ არის კი ბატონო. ნაკლებია, შედარებით მცირეა ვიდრე უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში და ალბათ უფრო დამოკიდებულება არის მშობლების, რომელიც მშობლების გავლენით უყალიბდება ბავშვს. თუმცა სავარაუდოდ მოსწავლის სკოლიდან წამოსვლას ვერ შეძლებს თუ ამაში მშობელმა გარკვეული წვლილი ვერ შეიტანა, ხო? ისევ და ისევ ალბათ მუშაობა რეგიონებში საჭირო იმის მნიშვნელობის ხაზგასმაზე, თუ რატო უნდა დარჩეს ბავშვი სკოლაში და რატო უნდა წამოვიდეს სკოლიდან, მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ ვიტყვით, ანუ საჭიროა გამოვიკვლიოთ თვითონ ამის მიზეზები, თვითონ აი ამ მოსწავლეებისგან და მათი ოჯახებისგან რატომ მოდიან, იქნება ისეთი მეურნეობა აქვთ მაგალითად ისეთი ანუ სასოფლო სამეურნეო საქმიანობა შეიძლება უფრო განვითარებული იქონდეს. ისე ამ мотивაციით შეიძლება სწავლაზე უარისქმა დაუშვათ, რომ მე ჩემს რეგიონში საკმაოდ კარგი ფერმა მაქვს, სასოფლო სამეურნეო საქმიანობა განვითარებული მაქვს და სწავლა აღარ მჭირდება. ზოგადი განათლება არის ის საფეხური, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება იმისათვის, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი უნდა იყოს. ანუ ზოგადად პროფესია გვეხმარება რაში?
პროფესია გვეხმარება საკუთარი მოთხოვნილებების რეალიზაციაში ყველაზე მეტად. ქალბატონ რუსას მინდა კითხვა, თქვენთან როდესაც მოდიან სტაჟიორები, ბავშვები, რას ამბობენ, რატომ უნდა ჟურნალისტიკაზე სწავლა? არა, ნუ ყველა ამბობს, რომ ეს არის მათი ბავშვობის ოცნება. მე ამიტომ ვასვქრი, რომ არ მოყავს ეს ფრაზა ბავშვობის ოცნება. ანუ ყველა გოგოდი აქაც კითხავ, ანუ მარტო ჟურნალისტები გყავს თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც, ანუ რომელსაც არა, სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც არიან, გასაკვირველია. მაგათ შორის განსხვავებას, ანუ ხო არის ნათქვამი, რომ ჟურნალისტად უნდა დაიბადო და რამდენად არის განსხვავება, ანუ მართლა არის ესე? ნუ იცი რა, ჟურნალისტი ან ხარ, ან არ ხარ და ვერასოდეს ვერ გახტები, ანუ რაღაც მონაცემები თუ არ გაქვს, არ არის პროფესია. ან ხარ, ან არ ხარ ფსიქოლოგიურად. ნუ იცი რა, შეიძლება დაეუფლო ტექნიკურ მხარეებს, ანუ როგორ მოამზადო მასალა, როგორ დაწერო სიახლეები და ასე შემდეგ, მაგრამ შენ არ იყო ჟურნალისტი შინაგანად, ანუ და საერთოდ შესაძლებელია რომ წლების შემდეგ გახდე უკვე პროფესიონალი ჟურნალისტი და შენ წლების განმავლობაში იყო უბრალოდ კორესპონდენტი, ხო? იმიტომ რომ როდესაც შენ აცნობიერებ, ანუ შენს პროფესიაში დგება დრო და ხვდები რომ შენ თუ საჭირო გახდა არაფერზე არ გაჩუმდები და შესაძლებელია მხოლოდ მაშინ გაჩუმდე, როცა საკითხი ეხება სახელმწიფოებრიობას, აი მე ვთვლი რომ მაშინ უკვე ჟურნალისტის შემდგარია აუცილებლად. სხვა შემთხვევაში შენ ხარ შენს პროფესიაში, ნუ ასე ვთქვათ, დამწყები. ყველა ჟურნალისტი არასოყურველია, მაგრამ მე უკვე ვამბობ აი რაღაც პროფესიონალიზმზე, პროფესიულ პიქსზე. ნუ ჟურნალისტი და შეიძლება აი უნარებზე და განვითარებაზე საუბრობ და რუსო რომ შეიძლება ადამიანი ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოს, ანუ ნებისმიერი სფეროში შეიძლება ისწავლოს, მაგრამ თუ არ აქვს მას, ანუ ნებისმიერი უნარის განვითარება შეიძლება გარკვეულ დონეზე. მე რო სმენა არ მაქვს და მოვაკვალე. მაგის გამომუშავება შეიძლება. ვიმუშაო, ხო, შეიძლება გარკვეულ დონეზე ეს სიმღერის უნარი თუ ეს სმენა გამომიმუშავდეს, მაგრამ გარკვეულ დონეზე. ხოლო ადამიანი, რომელსაც ამის თანდაყოლილი ნიჭი აქვს და ამის უნარები აქვს, გახდება ძალიან მაგარი. ნაკლები ძალისხმევას დასჭირდება იმისთვის, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და ყოველთვის имаზე ძლიერი იქნება, ვისაც ამის უნარი ნაკლებად აქვს განვითარებული, ან ამის ნიჭი არ აქვს და ძალიან ბევრს შრომობს უბრალოდ იმისთვის, რომ ყველა ადამიანს რაღაცის ნიჭი აქვს და ის ნიჭი უნდა იპოვოს და გამოავლინოს. ანუ თავისი შესაძლებლობების მიხედვით უნდა მოხდეს თვითონ პროფესიის შერჩევა და განვითარება. შეიძლება კონდეს, მაგრამ ესეც უნდა განივითარო, მაგრამ თუ ეს ნიჭი გაქვს, უფრო მარტივი იქნება შენთვის. ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდება, მეც სიამოვნებაზე. ხო, მაგრამ ნუ ეს ნიჭიერია და ზარმაცია, ცელქოს, აი ეს ბოლოს გავეცანი პროფესიებზე ესეთ მონაცემებს, რომ ფიზიკა, მათემატიკაზე არა, ფიზიკა ქიმიის ფაკულტეტზე და ამ მიმდინარეობაში ბავშვების ძალიან მცირე კატეგორიაა. შეიძლება 20-25 ბავშვი იყოს პირველკურსელი ფიზიკის ფაკულტეტზე. და სულ ყველას რომ მკითხო გეტყვიან, რომ საქართველოში ამ სფეროს გარემოა განვითარებული და არც მეცნიერება. მაგრამ მე მოთხოვნილება მაქვს, რომ ეს ვისწავლო. რა გავაკეთოთ? აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა წავიდე და იქ გავაგრძელო? რუსა. იქედა გამომდინარე უკაცრავად ფსიქოლოგის პასუხისმგებლობა. ანუ მივედით ზუსტად იქამდე, რომელი სფეროს ჩვენთან სამწუხაროდ ეს ბოლო წლების გამო ეს ბოლო 20 წელს გულისხმობ მე, ანუ მეცნიერება, რომელსაც ფაქტიურად კარგავთ და არა და ჩვენ რასაკვირველია მეცნიერებას ჩვენთან აქვს თავისი ისტორია და ძალიან ბევრი სოფლიო დონის აღმოჩენების დიახ მეცნიერების გვყავს და ძალიან ესეთი პროფესიონალები, მაგრამ არ არის ბაზა ფიზიკურად, ხო? პირადად მე პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით არ ვისაუბრე, ესე ვთქვა დეტალურად, ანუ მე პირადად ძალიან ესე პატარა ასაკში დავამთავრე ბიოლოგიური, ესე ვთქვა ეს 20 წლამდე და იქ ჩემი კურსელები ვინც იყვნენ და ვისაც ეს მოსწონდა პროფესია, დღეს ყველა მოღვაწეობს საზღვარგარეთ, იმიტომ რომ საქართველოში არ აქვს აზრი ფიზიკურად, არ არსებობს ლაბორატორიები, სადაც კვლევები შეიძლება ჩატარდეს, ამიტომაც არის რომ თუ ბავშვს უნდა რომ ის იყოს ფიზიკოსი ან ქიმიკოსი, რასაკვირველია შეიძლება მან თბილისში ისწავლოს და ძალიან კარგი პროფესორ მასწავლებელი ეყოლება მათ, მაგრამ იმისთვის რომ ის შედგეს და მეცნიერი გახდეს, აუცილებლად უნდა წავიდეს საზღვარგარეთ. დიახ. სწავლა ძალიან რთული უკვე ლაბორატორია როცა არ გაქვს და
მასალები როცა არ გაქვს რომ ანუ ცალკე პრობლემაა ეს რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და უნდა იყოს გრანტებიც ამაზე მაგრამ სხვათა შორის ის რომ ჩვენთანაც მეცნიერებაში ნაკლები ბავშვია მოტივირებული ანუ ნაკლები ადამიანი მიდის ხო და არ არის ეს პრესტიჟული ხა ქიმიურზე ჩაბარება დაუშვათ ან ფიზიკურზე და სხვა საბუნების მეტყველო საგანი იქნება თუ ტექნიკურ საგანებზე თუმცა განათლების სამინისტრო ცდილობს ამის პოპულარიზაციას საფუძველი ხელოვნება დაემატა ჩვენთან არ არის ეს მხოლოდ ასე სხვათა შორის საზღვარგარეთაც ასეა სხვათა შორის საზღვარგარეთაც ასეა ამიტომ იქ სახელმწიფო უკეთებს мотиваციას და არის დაფინანსება ხდება მათი რომ წავიდნენ ეს ადამიანები მეცნიერებაში და მოინდომონ მათ და კონდეთ ამის სურვილი იმიტომ რომ იქაც არის ეს პრესტიჟული და მოდური სპეციალობები აი რა არის დღეს მოდაში არა ნუ სოფლიოს მასშტაბით ძალიან პრესტიჟული და მოდურია ბიზნესის ადმინისტრირება რომელსაც მე მაგათად ვამბობ რომ ნუ აი რას სწავლობენ მე ვერ ხვდები იმიტომ რომ მე არ ვარ დაუშვათ ეკონომისტი და არ მოქეს სპეციალური განათლება მაგრამ მე რაღაცა მგონია აი სპეციფიკური თუ გაგშეხება რატომ უნდა ამ სფეროში მოღვაწეობა ნუ ეს სფერო არის როგორც აღინიშნა პრესტიჟული თითქოს ასოცირდება იმასთან რომ ადამიანი შეუძლია დაიწყოს თავისი ბიზნესი და გახდეს მილიონერი თუმცა ამ სფეროსაც ძალიან ბევრი ქვესფერო აქვს რომლის შესწავლაც აუცილებელია და ანუ ამ ქვესფეროებშიც უნდა გამოერკვეს ადამიანი შეიძლება ადამიანის მარკეტინგი აინტერესებდეს შეიძლება მენეჯმენტი ანუ ზოგადად ბიზნესზე ვაბარებ რას ნიშნავს ბიზნესის არჩევა ხო ეხლა ყველას მართლა თავის ბიზნესი ვერ ექნება ყველა ბიზნესმენი ვერ იქნება. არა, მე მოსმენილი მაქვს ბევრს, იმიტომ მოსწონს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლია დაიწყო ამ პროფესიით მუშაობა და მართლა ესეა, ვისაც მართლა ქონდა ამის ნიჭი და მე ვიცნობ ძალიან ისეთ ადგილებში მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ისმიც ჩააბარა, იმიტომ რომ ეს იყო პრესტიჟული და თბილისში ჩააბარა, ესე ვთქვა და დახმარებით მშობლების, ხო? ისინი უბრალოდ ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ამიტომაც მივედით. ამ მენეჯერულ უნარებს ივითარებ ამ პროფესიას რო ეუფლები ნამდვილად კარგად, ნუ ერთ-ერთი განხრა მენეჯმენტი, ხო? და მენეჯერად შეგიძლია ძალიან ბევრ ადგილას დაიწყო მუშაობა, ეგეც არის. აი, დღეს გახსნილია ძალიან ბევრი გადამზადების კურსები, ბევრგან შეგიძლია ბევრ ორგანიზაციას მიმართო, სამთვიანი, ორკვირიანი, ერთწლიანი, რამდენად არის საკმარისი, რომ აი მინიმუმი 3 თვე დაეუფლო პროფესიას. გაჩნია პროფესიას, ახლა პროფესიულ სასწავლებლებშიც არის, რომ ზოგი რაღაც არსებობს კურსები, რომლებიც არის 1 წლიანი, ზოგი შეიძლება 2 წლიანი ან 4 წლიანი იყოს. პროფესიის დაუფლებას გააჩნია რამდენად საფუძვლიანად ასწავლიან. შეიძლება ეს კურსები იყოს კონკრეტული უნარების განვითარების თვის განკუთვნილი კურსები, მაგალითად კომუნიკაციის უნარები რომ განივითარო, შეიძლება რომელიმე პროფესიის რაღაცა ქვესფერო, მაგალითად ფსიქოლოგიის, ბავშვთა ფსიქოლოგიის, კიდე რაღაცა ქვესფერო. ამისთვის რა თქმა უნდა საკმარისია, თუმცა ის 4 წლიანი და კიდე მე წლიანი, 2 წლიანი და კიდე ასე ვთქვათ გრძელდება ეს საფეხურები. სწავლა აუცილებელია და არც არის საკმარისი იმისთვის, რომ ბოლომდე დაეუფლო შენ პროფესიას, საერთოდ სწავლა გრძელდება მართლა მთელი ცხოვრების მანძილზე. იმისთვის რომ პროფესიონალი იყო, არც ერთ წუთს არ უნდა გაჩერდეს. ან უნარები შეიძლება გამოიმუშაო თვეების განმავლობაში. ხო, შეიძლება რაღაცა ინფორმაცია და ცოდნა მიიღო, მაგრამ ეს ცოდნაც დაიკარგება თუ წლების განმავლობაში შემდეგ დახურავ შეგწიგნს ან რა ვიცი ინტერნეტს თუნდაც და ახალ ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის მისაღებად არ გამოიყენებ ამ საინფორმაციო წყაროებს. იმედი გვაქვს ჩვენი რჩევები გამოგადგებათ, თუ კი უსმენთ გადაცემა მაძიებელს, ეს არის 103 სიხშირეზე თქვენ უსმენთ რადიო მედეფემს, პირველი სამედიცინო რადიო. ჩვენი დღევანდელი სტუმრები იყვნენ ფსიქოლოგი ქალბატონი ქრისტინე კანდელაკი და გაზეთ Georgian Digest-ის რედაქტორი, ჟურნალისტი რუსუდან გვაზავა. რუსუდან თუ რჩევის სახით შენ კიდევ ერთხელ შეაჯერებ დღევანდელ ჩვენს გადაცემას და შემდეგ ქრისტინესაც მე უსმენდი ფსიქოლოგს და სხვათა შორის ძალიან კარგად შევაჩერებ ახლა ვეკითხით რატომ ესე ფსიქოლოგთან ერთად ჟურნალისტი უნდა მოიწიოთ, იმიტომ რომ მე მისი მოსმენა გამიდოდა, მიდოდა რომ კითხები დაამეს რომ მისთვის იმდენად პროფესიონალურად ამბობს, ანუ მე რა დაასკვნაც ესე ვთქვათ დამრჩა და რაც უფრო განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები არიან, უფრო საინტერესო იქნება. გასაგები. ესე იგი მე როგორც ხვდები, არ არსებობს არაპრესტიჟული პროფესია, მთავარია მას აკეთებდე პროფესიონალურად, აუცილებლად გიყვარდეს და ეს სიყვარული მხოლოდ
პროფესიას არ ეხება. ადამიანები იცი რა არის, აი ფსიქოლოგიის ის აქ და აი შემდეგ უკვე მე ამასა გავაგზავნებ საუბარს ეთერს ვიყო. ანუ ადამიანებს იცი რა, აი ამ პრესტიჟულობით, კეთილდღეობისთვის ჩვენ ვირჩევთ რაღაც პროფესიებს, რომელშიც შეიძლება მართლა გადასარევი ნიჭი გვაქვს და პროფესიონალებიც იყვნენ და ძალიან კარგი ცოდნე თავის საქმეების, მაგრამ აი ეს ბედნიერება დაკარგონ უბრალოდ, თორე რეალიზაციაც მოახდინონ ყველაფერი და მე შემდეგ ნანობენ ამას, როგორც ეს ეხა ოჯახის შექმნა უკვე სულ სხვა სფეროა, ხო? მაგრამ გავს არჩევანი, აი ფსიქოლოგი არ ვიცი რა სიტყვის. შესაძლოა ძალიან მოგებული იყო შენ პროფესიულ არჩევანში, იმიტომ რომ იყო ნიჭიერი ადამიანი და ყველაფერში შეგეძლოს რეალიზაციაც გააკეთო, ანაზღაურებადიც იყო, კარგად ცხოვრობდა ესე ვთქვათ, იგივე ქორწინებაშიც შენ რაღაც გათვლებითი იქორწინო, მაგრამ მე მგონი მხოლოდ სიკვდილის წინ ხვდება ადამიანი, რომ ძალიან სულად მოიქცა, რომ ბედნიერებას კეთილდღეობა ამჯობინა. ამიტომ მთავარია რისი ნიჭი გაქვთ, რა გიყვართ, რა მოგწონთ, აუცილებლად ის უნდა აირჩიოთ, იმიტომ რომ არ არსებობს არაპრესტიჟული პროფესია. იგივე ის მზარეულები და რას თქვით, იქაც ბევრი მზარეული ახდენს სასაუბრებს და თავისი ხიბლი აქვს და რასაკვირველია, ეხლა ცუდ ექიმს ჯობია ნათლობა. მადლობა ქალბატონო რუსუდან, ქალბატონო ქრისტინა, ეს იყო გადაცემა მადლობელი. მე FM 100 და 3-ზე. გვისმენთ ყოველ შაბათს 16 საათზე. ნახო.